პროფესიული სწავლების ცენტრის კურსდამთავრებულებს დღეს თბილისის მერის შეხვდა ცენტრი იკაროსი 2007 წელს გაიხსნა სულ ამ პერიოდის განმავლობაში 130-მდე 9 კლასს დამთავრებული მოზარდი გადაამზადეს. მათ ნაწილი დასაქმებულია, ახალგაზრდებმა შეისწავლეს კულინარიული ხელოვნება, რესტორნის და სასტუმროს მომსახურება, მათ შორის ბარმენობაც. კულინარიული ხელოვნება, ბარმენობა, რესტორნის და სასტუმროს მომსახურება. ამ პროფესიებს პროფესიული სწავლების ცენტრი იკაროსში 280 სტუდენტი ეუფლება. ცენტრის მიზანი კვალიფიციური კადრების მომზადება. ცენტრი ასევე ტურიზმისა და სერვისის სფეროს კადრებსაც მოამზადებს. Ყველა სპეციალობა არის საკმაოდ მოთხოვნადი, ვინაიდან მომსახურების სფერო ძალიან განვითარდა და ვითარდება, განვითარების პროცესშია და მიუხედავად იმისა, იხსნება ესეთი საერთაშორისო ბრენდები, გაიხსნა რედისონი, გაიხსნება ჰაიატი, ჰილტონი და შესაბამისად მომავალში უფრო მოთხოვნადი იქნება. აქ ვსწავლობ კულინარიას, საკონდიტროს, ქართულ სამზარეულოს, ასევე მსოფლიო სამზარეულოს. ეხლა რას აკეთებთ? ეხლა ვაკეთებთ ბერძნულ კონჩიკებს. პროფესიულ სწავლების ცენტრს დღეს თბილისის მერი ეწვია. გიგი უგულავა სტუდენტებს და იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ცენტრის კურსდამთავრებულებს ასაქმებს. ქალაქის მერია დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დედაქალაქის ყველა რაიონში 30 ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც ყველა მსურველი კომპიუტერს და ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლის. აუცილებელი ასეთი ცენტრის არსებობა. ამ ცენტრში პრაქტიკულად დასაქმების მაჩვენებელი არის 100%. ეს არის კარგი და წარმატებული მოდელი და ჩვენ გაისიდან ასე გეგმავთ უფრო გავაფართოვოთ და საბაზისო ის რაც დღევანდელ ბაზარი შრომის თავაზობდა სწორედ მოითხოვს ეს არის კომპიუტერის და ინგლისურის ცოდნა, ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა რომ თბილისში 30 ცენტრი გაიხსნა, სადაც უფასოდ სრულელებს ექნებათ საშუალება ინგლისური და კომპიუტერის საბაზოდ შეისწავლონ. ჩვენი საკუთარი თანამშრომლები არიან ინსტრუქტორები იკაროს სკოლებში და შემდეგ ირჩევა ტური არის გასაუბრებების კვალიფიკაციის შესაბამისად წარჩინებული სტუდენტები შემდეგ საქმდებიან სასტუმრო ქსელში, მერიოტის და ქორთიარის სასტუმროებში. პროფესიული სწავლების ცენტრი იკაროსი 2007 წელს გაიხსნა. სწავლების კურსი 2 წლიანია. მსურველებისთვის მოკლევადიანი პროგრამაც არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში სწავლება 130-მდე სტუდენტმა გაიარა. მათი დიდი ნაწილი თბილისის მერიოტში, ქორთიართ მერიოტში, რედისონში და შერატონშია დასაქმებული.